რატომ გიჭირს პირველი სიყვარულის დავიწყება? იმიტომ რომ ეს მხოლოდ ემოცია არ არის. ეს სარკეა, სადაც საკუთარი თავი პირველად დავინახეთ. და თუ მაშინ იქ დადგა იმედგაცრუება, მიტოვება, ღალატი, შენ შეინახე ტკივილი. ტვინი კი ახლაც ააქტიურებს იმ მექანიზმს, რომელსაც ნარცისულ ტრიგერებსაც ვეძახით. იმ ღრმა შეგრძნებების დამსახურებით, სადაც სამომავლოდ ვწყვეტთ, რომ მე აღარ დავუშვებ ასე მატკინონ. იწყება თავდაცვა, მუდმივი სიფრთხილე, ემოციური დისტანცია, პარტნიორების ხშირი ცვლა და ბოლოს იქ უნდა ვყოფილიყავი ფიქრის იდეალიზება. მაშინ როცა ახალ ურთიერთობაში ხარ და რაღაც არ გამოდის, გახსენდება პირველი სიყვარული, რომელიც უბრალოდ ემოციური ეტალონი გახდა და განსაზღვრა, თუ როგორი სითბო, ნდობა და პროცესები გეგონა ნორმალური. და თუ ის არ დასრულდა მოლაპარაკებით, დაუმუშავებელი გეშტალტი იძულებით გახსენებს, მაშინაც კი, როცა სხვა კავშირში ხარ. რაც არ განმარტებულა, უჭირს შეხორცება. გეშტალტს სჭირდება დასრულება. დაბრუნება იმ ემოციურ წერტილში, გამრკვევა თუ რა მოხდა ემოციურად საკუთარ თავში და მხოლოდ ამის მერე დაბრუნება აწმყოში. სადაც სიყვარული უკვე შეიძლება იყოს დასრული, ჯანსაღი და თავისუფალი.